თამუნა მიქელაძე 6 წლის ასაკიდან ბათუმის ბავშვთა ოპერის სოლისტია. მალევე დაიწყო სოლო კარიერა, ღერის ქართული კომპოზიტორების მიერ დაწერილ სიმღერებს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში ჩატარებული აქვს 2 სოლო კონცერტი, მათ შორის ერთი შარშან აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით. საზოგადოებაში მუსილებს აზრი, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ასლან აბაშიძესთან. არის ჯეოსტარის ფინალისტი, ნუცა სკოლის გამარჯვებული, თურქვიზიონის ფინალისტი და კიდევ სხვა მრავალი მუსიკალური პროექტის მონაწილე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო. მოწვევით მოვეფერებით ბათუმს და ბათუმელებს, რომ მივედი პარტიაში, პარტიის ოფისში. ბაბუა მივიყვანე გაწევრიანებისთვის, მეთქი კარგი პარტია, ჩემ მეგობარმა შემომთავაზა ქეთი. და ეგრევე ბათუმის დაური მდგარო კანდიდატი იყო ჩემი და თავიდან დავფიქრდი, იცით, იმიტომ რომ ამხელა პასუხისმგებლობა და მაინც პირველი დაუკავშირდი მოძღვარს, ჩემს მოძღვარს, კითხე გავესაუბრე, უნდა ვკითხო მოძღვარს, ოჯახის წევრებს, მშობლებს, მეუღლებს. კარგიო, ცადეო, ეცემითხრეთა, მეც ცადე და იმხელა თვითქოდა სიყვარული ვიგრძენიმე ბათუმში. არასოდეს არ მაკლდა ეს სიყვარული, იცით, მადლობა ჩემს ბათუმელებს, როდესაც გავედი ჯერ მარტო მინდოდა პირველი შეხვედრა ყოფილიყო იმ ეზოში, სადაც გავიზარდი, მერე ჩემთან სადაც ხშირი დავდიოდი სკოლასთან, ბაზარში გლეხებს შევხვდი, გაჭირვებულ ხალხს შევხვდი, არაერთმა იცით ვდები ხოლმე, მე ხშირად აქტილის ხალხს და ვესაუბრები, მე მარტო ცნობება მაინტერესებს და ძალიან ბევრ გაჭირვებულს ვხედავ და მე გაჭირვებული ოჯახიდან გახლავართ, ვინც მithმობს და ვიცი გაჭირვება რაც არის, ისიც ვიცი რა არის არ გაცხოვრება, ყველაფერი გამივლია ისე როგორც ალბათ ჩემს ასაკში ბევრ ადამიანს და ძალიან საინტერესო, კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვო თამუნა და მინდა კითხო პირდაპირ, აი გადაწყვიტე რომ იყო ბათუმის მერი. ბათუმი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი არის, პრაქტიკულად ამის ქმნის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ყველანაირად, ყველა მხრივ. ბათუმი არის კულტურის ცენტრი, სპორტის ცენტრი, ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, არის მშენებლობის ბუმი. აი რა მოსწონს თამუნა მიქელაძეს ბათუმში და რა არ მოსწონს? ანუ რის გამოსწორებას აპირებ მერად არჩევის შემთხვევაში? პირველი რითი დავიწყო, რა მომწონს თუ რა არ მომწონს? მოდი დავიწყოთ რა მოგწონს პირველ რიგში. და მერე რა არ მოგწონს? მოკლედ ძალიან რა მოგწონს და მერე რა არის გასაკეთებელი პირველ რიგში? რაზე უნდა იზრუნოს ქალაქის მერმა? მომწონს პირველ რიგში ხელოვნებას რაც შეეხება. ყველაფერი არის იდეალურად და მადლობა ამისთვის სოფო ხალხს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთ ბათუმელს არ წყვიტავს გულს, რომ მით უმეტეს კონცერტები როცა ყველანაირად ცდილობს ეს ადამიანი, რომ ყველა ჩართოს და რა მისაგროს. და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ბათუმელი ვერ იტყვის იმას, რომ ხელოვნებაში მე არ ვქანვარ, რომ ყველას ეძახიან კონცერტებზე, თუმცა კარგი იქნება თუ კიდე ხშირად ჩატარდება კონცერტები. რა არ მომწონს პირველ რიგში მიწების გაწყვისება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა ხდებოდეს ეს მიწების გაწყვისება. ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი აუცილებლად და აუცილებლად გლეხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ რეალიზაცია მოახდინონ ბათუმში. მე ძალიან ხშირად აქ არა მარტო ბათუმში, თბილისში რა ვიცი, მადლობა ვთქვათ, რომ ასრებ ამ ბოლო დროს ყველაფერს, ბაზარში გასვლას, პროდუქტის თვითვას, საჭმლის კეთებას, სიმღერას, ყველაფერს ვასრებ. და დიდება ვთქვათ და მადლობა ღმერთს ამისთვის. და ხშირად მსიამოვნებს საუბარი ვეკითხები ხოლმე, აი ბაზარში განსაკუთრებით გლეხებს, რომ რამდენ სიხდით ადგილში. არის ძალიან ძლიერი, 17 ლარი. ცოტა შეღავათ უნდა მიცეთ, ჩვენს გლეხებს უნდა დავეხმაროთ, რომ
რეალიზება მოახდინონ, იცით, ჩვენ ნატურალურ განა რამე ჯობია. ხო? დავეხმაროთ გლეხებს, ხელი შევუწყოთ. კიდე რაც შეეხება ტრანსპორტის განვითარება საჭირო აუცილებლად. მე ბევრი რაღაცები ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცები რო დამავიწყდეს, ზოგი რაღაცა დამწვდე, ხო? კარბოდი ვსკიხდით. ნერვიულობასაც ეთყობა ბათუმელების წინაშე პირობის დადება არ არის იოლი, ამიტომ მე პირობას დავდებ, დაპირება ბავშვობიდან არ მიყვარს, იცით? მაგრამ პირობას დავდებ ხელი რომ შემიშალონ, ჩემი ხელფასიდან რაც შემეძლება ერთ 20 გლეხს მაინც რომ გავახმარებ, ხო? და დავეხმარები, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გვერდში დამიწებიან და ჩემ სურვილს რასაც მართლა გულით ვამბობ, რომ პირველ რიგში გლეხებს დავეხმაროთ და არ უნდა გასწრდეს მიწები, არ უნდა გასწრდეს მიწები, არავით არ შემთხვევაში ხდება მიწები და ეს ჩემთვის პირველი ტკივილი, არა მარტო ჩემთვის. ყველა ქართველისთვის და ამას თუ დაეცდებით ტახში, თუ გაილიჩეხით, ეს ახლა კი არ ხდება, ეს დიდი ხანი ხდება, ეხლა არ ხდება ეს, წლებია ეს ხდება. და 20-25 წელი ალბათ ესე ხდება, რომ მიწებს ასვისებენ. ეხლა არ დაწყებულა ეგ. და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცი, ვინ დაიწყო, ვიცით, ვინ დაიწყო ეს მიწების გასვისება. მე არ მეშინია დაკონკრეტებისაც და პირველი ჩემი ტკივილი რაც არის ის, რომ მიწების სხვისდება. და გლეხებს უნდა დაუდგეთ, ემიგრანტების დაბრუნება, სასწრაფოდ, რომ ბავშვები გადავარჩინოთ. თქვენ ადარწმუნებული ვარ, ბატონო ჯემალ, რომ არც ჩვენთაგან არ მოწონს ის, რაც ხდება ახლა საქართველოში, არა მარტო ბათუმში. იბება ერი, იმით მაგურად რომ გამრავლდით. მე ჩემი სურვილი, ჩემს წარდგენად ვიბობ, ერი უნდა გამრავლდეს და დედები უნდა თუ დედები არ იქნებიან, როგორ გამრავლდება ეს, ხო? იღუპება ბავშვები. ასიანზე რაერები ხდება. ეს პლანი რაღაც განდაბა უნდა იყოს ამაზე კატეგორიულად აკრძალვა. რა კარგი განიჭიერი თაობა ყავს, როგორი ნიჭიერები მოდიან და ნახევარზე მეტი იღუპება. მე მეპირება ამაზე რომ ვსაუბრობ. ძალიან ბევრი ჩვენი ახლობლის შვილები დაწერილია, მე მყივარ პატიმრები. იმიტომ რომ დაიღუპნენ ბავშვები და ეცა მწვნეული პირველ რიგში მიწების გასხვისება და ბავშვების ამ ახალგაზრდებს დიდი ყურადღება ჭირდება და ჩვენ ვერაფრით ვერ აგვგზავნებთ ხო კლუბებს და იმას, მაგრამ დედები უნდა დაუბრუნოთ ჩვენ შვილებს, დედები უნდა დაუბრუნოთ. სამსახურები არის საქართველოში, არის ძალიან ბევრი სამსახურია, თუ ხელს გაანძრებ. არის სამსახური, მაგრამ ისიც აღნიშნოთ, რომ დედებმა გადაარჩინეს ჩვენი საქართველო და ის დედები მინდა რომ დავაბრუნოთ. ეს ძალიან გავერთიანდეთ, არ ვიცი ვინ იქნება, ჩვენ მტრებს არ უნდა ვახარებდეთ. ჩვენ მოწვლილები ვიყავთ ხოლმე რომ ვუყურებ ტელევიზიით საინფორმაციო, მარტო მიტინგი კი არა, ჩვენი ტკივილი, ჩვენ დედებს ვეხვეწოთ მოწვლილები, რომ ისინი დააბრუნდნენ და დედები დაუბრუნდნენ შვილებს. აი ეს მტკივა მე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. აი გიორგი ცინცაძე, გოჩა გუგუნავა, კახაბერ ცისკარიძე და თამუნა მიქელაძე, მერობის კანდიდატების მთელი სპექტრი ხართ წარმოდგენილი ჩვენს ქალაქში. რომელს მიიჩნევს ყველაზე ძლიერ კონკურენტად თამუნა მიქელაძე? იცით რა ახლა რომ გულწრფელი ვიყო ხო არ მიწევი. გულწრფელი უნდა იყოთ, რა თქმა უნდა, თქვენ კამერები გიყურებთ და მაყურებელი. დავუბრუნდები გულწრფელები. კონკურენტად ადრე მეკითხებოდნენ კონკურსებზე ვის თვლიო და დედიკოთ ეწყოდი ხოლმე რომ დედი არ ნერვიულობ კონკურსზე მეტი. რატო არ ნერვიულობ? გრან-პრი და პირველი ადგილი არ გინდაო? ნუ ახლა გიური რასაც გადაწყვეტ
ისე იყოს თქო და ყოველთვის გრამს და პირველ ადგილს ვიღებდი. არ მქონდა ამის ამბიცია და მიჯერე თუ დედაჩემ გაესაუბრები თუ ჩემს პედაგოგს გაესაუბრები და ყოველთვის ვიმარჯვებდი. არ ვიცი, იმიტომ რომ სამართლიანად იყო ჟიურის წევრები, წინდა ნუთა სკოლა, წინდა ყველგან ვიმარჯვებდი და ფინალში ხდებოდი და ახლა იმას კი არ ვიტყვი რომ კონკურენტად არავის არ ვწვდი. კახა ჩემი მეგობარია, გოჩა ჩემი მეგობარია, უგუნავა. კახაც გიორგი ცინცაძეს შორიდან ვიცნობ და ძალიან კარგი მწმენია ფათაშორის მაგ ადამიანზე. მე ყველას უსურვებ წარმატებას. გულწრფელად გეუბნებით ამას. კონკურენტად რაც შეეხება რაც კონკურსს ეხა. ხალხმა გადაწყვიტა, ხალხი გადაწყვეტს და ჯერა რომ ამბიანად ჩატარდება. და ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მეგობრობას. გასაგები, მერად არჩევის შემთხვევაში ხომ არ აპირებ რომელიმეს წაყვანას თქვენთან მერიაში და დანიშნას რაიმე საპასუხისმგებლო თანამდებობა. მერად გამიყვანე ბატონო ჯემალ? არჩევის შემთხვევაში, მოდი დავუშვათ რომ არჩევის შემთხვევაში აუცილებლად კახას ფიქარიძეს, აუცილებლად გოჩა გუგუნავას. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები არიან და ტყუილად საქართველოს. ასევე გიორგი ცინცაძეს რატომაც არა ნიჭიერი ადამიანია და ერთგულია ვიცი. მე მას ახლოს არ ვიცნობ, მე ახლოს ვიცნობ კახას და გოჩას. და ძალიან განათლებული ადამიანია ვიცი, გიორგი ზემსმენია და ყველას უსურვებ წარმატებებს. ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა გავიდეს. მე ძალიან მაინტერესებს ცოტა ახლა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გკითხოთ. ბათუმს მოიხსენიებენ როგორც დაბეტონებულ ქალაქს. არ არსებობს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. ყოველ შემთხვევაში მიდის მუშაობა ამ გეგმაზე, მაგრამ ჯერჯერობით გეგმის მიხედვით არაფერი არ ხორციელდება. ზღვისპირას შენდება ცათამბჯენები, ქალაქის მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, მთის მხარე აღარ ინსოლირდება და აღარ აღწევს ზღვის ჰაერი და ძალიან ბევრი პრობლემაა. რის გამოსწორებას აპირებს თამუნა მიქელაძე არჩევის შემთხვევაში? უფალი ბიგზავნის განსაცდელს. ზღვა რა დღეში იყო, ხონახეთ რამოდენიმე დღის უკან. ხონახეთ? კი ბატონო, ნახეთ და რითი აპირებს ახალი ბულვარი ყველა აღელვების დროს ზიანდება და ზღვას მიაქვს ფაქტობრივად. ზიანდება ის რატომ? იმიტომ რომ იქ სადაც ბალოტა იყო. და კარგად ვიცით, ერთი ხნის ვარ ბატონო ჯემა. იქ ცხოვრობდნენ, იქ ამდენი კორპუსების აშენება არ შეიძლება. როგორ აპირებთ ამის გამოსწორებას მომავალი მერი ქალაქის? როგორ ვაპირებ და ზოგ შენობას დავანგრევ, მოდი იუმორიც გამოვიყენოთ. ის რაც სჭირდება ბათუმს, ზოგი შენობა დაინგრევა, დანგრევას რა უნდა, ხო მთავარია შენება და შრომა. და რაც საჭიროა და რაც სჭირდება ბათუმს, რომ ეს პრობლემები არ იყოს ბათუმში, ზოგი შენობა სამწუხაროდ დაინგრევა. გასაგებია და მოდი გაძლევ ახლა რამდენიმე წუთს იმისთვის რომ მიმართო ბათუმელებს 4 ოქტომბრის არჩევნების წინ, როგორც ბათუმის ამ ლამაზი მშვენიერი ზღვისპირა ქალაქის მერობის კანდიდატი. მე მიმართვით არავის არ მივმართავ, მე თხოვნით დავიწყებ რომ ბათუმი არის ჩემი სიყვარული. რო ჩამოვდივარ ხოლმე ბათუმში, იშვიათად რომ მე ტაქსში ვინმე ნახოს, თუ არ მეკარება, ყოველთვის ფეხით დავდივარ, ისე მიყვარს ბათუმის ქუჩები. ქუჩებში ხედავ ძალიან ბევრ პრობლემებს და ზუსტად ვიბრძოლ, რომ შეიძლება მე ვიქნები თუ კახა მოვა, ცინცაძე მოვა, ზუსტად მჯერა რომ უწველიან ამ პრობლემებს, ზუსტად მჯერა და ვისაუბრე. და ბათუმელებს მხოლოდ თხოვნით მივმართავ, რომ არჩევანი გააკეთონ და ხმა ამოიღონ. ნუ ეშინიათ, ნუ რა, ხალხს ნუ ეშინია. ნუ ცოცნების,
მუჩინია სიმართლე უფრო უყვარს ოცნება ვიდრე ტყვილი ხო ყველა ადამიანს უნდა გვიწერდეს სიმართლე და სიყვარული გადაგვაჩენს აი ამას ხო ჩვენ ბათუმელებს რაც აქვს დიდი დოზით ეს სიყვარული უფრო მეტად გამოვახატოთ ერთმანეთის მიმართ და ეს მიტინგები არ გვინდა რაღაცნაირად ვერჩი დაუდგეთ ერთმანეთს და ვიყვარდეთ მარტო სიყვარული გადაგვარჩენს მეტი არაფერი მხოლოდ სიყვარული და ერთმანეთის სიხარული გასაგებია და თამუნა რა არის თქვენი სლოგანი რომ პარტია მამული ენას არწმუნოება ყველაფერს გვეუბნება თუ კი ჩათვლიან და ვთვლი რომ ჩათვლიან ერთად შემოხაზეთ პირველი ნომერი სხვათა შორის პირველი ნომერი ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდან იმარჯვები და ვუხოთ ხალხი რაც გადაწყვეტ და აქვე კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ყველას მიყვარხარ და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ხოლმე სიყვარული გადაგვარჩენს მეტი არაფერი დიდი მადლობა ეს განადგურდა შეიძლება რთული დიდი მადლობა ეს გახდათ ბატონის მოწვევისთვის და უწრფელობა რომ აი ესე თქვენთან საუბარი მე შემეძლო Facebook-ს ესე დამედო მაგრამ ეს უფრო კარგია როცა ადამიანს ეცაუბრები და გესმის ვიღაც კითხვები და არ ხარ დაშტამბულად ესე დადე და ლაივი ჩართე მადლობა ყურადღებისთვის და მჯერა სწორი არჩევანი გააკეთებს ჩემი ბათუმელები და ჩემი ხალხი ვისაც ბავშვობიდან ესე დავყავარ ხელის გულზე წარმატებებს გისურვებთ ეს გახდათ თამუნა მიქელაძე ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიისაგან ენა მამული სარწმუნოებაზე